ნუ აღიქვამთ სერიოზულად ბევრ რაღაცას, რაც ეგეთ საკითხებს ვლაპარაკობთ რა. ზირთად გადაობა ხო. თუმცა ისეთი გადაობა რა ქვია. ხო, შენით კი ვილი რაღაც პონჩი. მაგრამ ნუ ახლა მაგრამ მოეშვი. ნუ ნერვიულობ, არაფერი ყლეს დაიგე და ჩემი აზრი, მაგის თქმა მინდა. ნახოთ ახლა კლოპი თუ მოიყვანეს რეალში ძალიან კლოპი ხო არა რა კლოპი რა კლოპი ბიჭო შეშვით რა ამის დედავატი რა გაატრაკე რა აბა რა გონია შეჩემა ვინც კი მევასება ყველა მანდ რატომ იყავთ მაგ ჯოჯოხეთში თო შე როგორ გონია ვიღაცა დატოვეთ და გაუშვებ არა მარა ვინმე დატოვეთ ისეთი ცოტა აი რაღაცა რომ არ გასწოვაროთ ამ თქვენ უბედურებაში რა ფუფ რა გინდა ვერ გავიგე ფუფ ვიღაცა მევასებოდნენ პატიოსანი ხალხი მეგონა შეჭმა წავიდნენ ამ ჯერ მოიცადე იქნებ კლუბის პატიოსანი უბედურებაში ეხა ბარსელონაში ვერ მიიყვანთ ვერავის იმიტომ რომ ფლიკი გაგადმუშაობს ბარსელონაში არ მინდა მივიღო დარჩეს უმუშავარი კაცო იყოს თავისი რაღაც რატომ არ მივიდეს რეალში რატომ უნდა გაისვაროს ესე თავისი სახელი ესე რეპუტაცია რატომ უნდა შეილახოს რა უნდა მაგ გუნდში შეჭმა გაანებე რა თავი იდეალური შანსია კლუბს რომ აუ იცი აი როგორ გამიტყდება იცი როგორ გამიტყდება ანდრო კლუბი მივიდეს რომ აი ვერ წარმოვიდგენ პროსტო ტიპი როგორ მევასება შეჭმა და რეალში აღმოჩნდეს დამთავრდება ჩემს ეგ კაცი რა აი და არ პრობლემა არა როგორ გინდა რომ უარი თქვას შეჭმა რანაირად გინდა რომ უარი თქვა როცა ვინც გინდა ეს იყავე მაგრამ თან უშევარი ხარ წამოხედი ვინმე და რაღაცა როგორ გინდა რომ რეალზე უარი თქვი ვერ იტყვი ალბათ რა არ იტყვის ალბათ თუ ეგეთი ამბავია თუ შეთანხმდებიან მეგონი უარს დაიწყოს და ძალიან გამიტყდება იმიტომ რომ რა ბევრი ტიპი მევასებოდა და მოიხოდება ისე უფრო მაგრა ესენი ესპანეთის ჩემპიონატი რაღაცა წავა ლა ლიგაში ფლიკი კლოპის დაპირისპირება ესპანიოლის ტანერად არ უნდა მივიდეს ან იმისი რაღაცა არა მგონია სევილიაში არ უნდა ნუ არბელოა მე მაინც გონია რომ დროებითი ამბავია ბარსამ ახლა უნდა ადგეს და რეალის მეტოქეებს ფული მისცეს რომ ძალით წააგეთ 5-0 ზედიზედ თამაშებიო რომ კლოპი არ მიიყვანო და იფიქრა არბელოა ყოფილა მხეციოში ჩემ იმიტომ რომ მაგრამ აი ძალიან გამიტყდება რა თან აი კლოპის მისვლა იქ ხო ავტომატურად იმას ნიშნავს რომ კარგი ფეხბურთის თამაშს დაიწყებენ ისე ავტომატურად იმას ნიშნავს რომ უეჭველი რაღაცებს მოიგებენ აი მაგრამ გამიტყდება რა არა თან ეს ტიპი კლოპი რეალში აი დამცინავი კომენტარები წავიდა არ წავა კლოპი და მართლა იმედია რომ არ წავა კლოპია და რეალი კლოპი როცა ხარ რეალში წავსლა არ უნდა იკადრო რა ჩემი აზრით რა მართლა რა მართლა შეჩემა პროპაგანდისტი ნახე რა ნახე არა ბიჭო არა მანდ 9 პროპაგანდისტი ეს იქნება დაღუპვა მისი კარიერის ხაზგადასმა დაღუპვა არა просто ну ისეთ ლაფში ჩადგამს ფეხს და ისეთ იმას ნაგავში არა მე ჩაბის დავშევიდე არ ვიცი როგორ მოხდა რა მოხდა მაგრამ მე ჩაბის დროს მივცემდი თვითონ თუ წავიდა ახლა რაღაც მისცემდი არა ნუ ლევერკუზენიდან წამოსულია რაღაცა ნიჭიერი ტიპია თორე ისე ვერ მოიგებდა ამდენ რამეს და რეალში ცუდი ხა წინა სეზონი რომ ახსენდება მე წინა სეზონის რეალის თამაშებს ვერ უყურებ სემელერ და ის მუშაობს ახლა სადმე ტონი პულის აი მოგიხდებათ ერთი შეჩემა რაკას ლუშემბურგო ტონი პულის იქნებოდა იდეალური ტრენერი რა იდეალური ტრენერი რეალის აუტებს კარგად ჩააწოდებდა ქნა კარვახალი აი კარგი ფეხბურთს გადაკიდებდნენ გადაუგდებდნენ მბაპეს რაც არის თქვენი ფეხბურთი რა რეალურად ლამაზი თეთრი ბალეტი. ვაშორე რა ბიჭო რა კლოპი ჩემი კაი არ. აი ხო ფეხებზე გინდა ვინც გინდა არა ბიჭო არა ვინც გინდა ის დაინიშნოს რა. ერთადერთი ეხლა რო ფიქრობ ერთადერთი ტრენერი გვარდიოლაა და მეორე კლოპია ვინც მევასება. არავინ არ არის სხვა ესე ტრენერი ვინც მევასება რა. რაღა ეგ უნდა მივიდეს მან შეჩემა. ტიპებს რომელს მოჩე მორდორი რეალი არის მორდორი ჩემთვის აი იმ სარუმანი მორდორი ბოროტების განსახილველი საფეხბურთო ბოროტება თუ რამე არსებობს არის მადრიდის რეალი შეჩემა აი ბოიმინა რუსეთია ჩვეულებრივია ის რა პუტინი შეჩემა პერეს რატო ანუ ამდენი რაღაცა რომ მოიგოს ვისაც დაუშავეს ვერ გავიგე რა ვისაც დაუშავესო შეჩემა არგი ახლა არგი რა ფრანკოზე შეგიძლია თქო რომ პუტინია მაგრამ პერეს რა გინდა პერესის ბევრი რაღაცა მინდა ძალიან. კარგი ახლა. რა ვიხე ფიგურს ტრაკის თამაში დაიწყო პერესის დაბრალია კაც. ბიჭო პერესი, აი ნახე ახლა როგორ შეგიძლია ჩაანაცვლოს წინანდებებში ერთი სახელი მეორეთი. პერესი თავისი კლუბისთვის კარგ საქმეს აკეთებს კაცო. თავისი კლუბისთვის ძალიან კარგი რაღაცებს შევა, მაგრამ აქეთ ხო გვაქვს უფლება ჩვენ ხებს რომ თქვათ რომ პროჭია. ხო შეგვიძლია. რატო ანუ მიზეზი? რა? მიზეზი რა არის? რა? პროჭი რატოა? პერესი? ხო.
არის რავი ხარ ისინი კი არ მაქვს არა აგეო წარმატებულია და მაგითო ნევრები არა მგონია მარტო მოაგებინა რეალს 60 ჩემპიონთა ლიგა და ნევრები გეშლა მაგაზია არა ძალიან ბიჭო ნახე ბევრი რაღაცა რა უნდა ექნა ახლა ბევრი რაღაცა ძალიან უცნაურად არის დამთხეული რა ძალიან ბევრი რაღაცა აი არც ერთ გუნდს მეორე გუნდს ვერ დამისახელებ რომელსაც მეორე ხრივ რეალის დასაცავად უნდა ვთქვა რომ მიზეზი ისიცაა რომ ამათა ბევრი მოიგეს ხო მაგრამ ვერ დამისახელებ გუნდს რომელსაც ამდენი უცნაური ცუდი შეცდომების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების გამო აქვს რაღაცები მოგებული. თუმცა კიდევ ერთხელ რეალის გასამართლებლად ვამბობ იმას, რომ სამაგეროდ ბევრიც აქვს მოგებული და მაგიტო ახლა რა თქმა უნდა აი ესპანელს ვერ ექნება ეგრე მოგებული ტიტულები, იმიტომ რომ ვაფშე არ მოუგია შეჩემა, მაგრამ ამათ რაც მოუგიათ, რაღაცეები ძალიან უცნაურად ემთხვეოდა, რომ აი განსაკუთრებით ბაიერნიც ბევრი აქვს უცნაურად, კაი გაჩერდი. მაგდენი მაინც არა. ბევრი რაღაცა იყო, მე მახსოვს აი არ ვიცი ხო იქ მართლა შეიძლება მე მახსოვს არა ზუსტად თუ არასწორად და ცუდად, მაგრამ ეს რო გახდა რეალის პრეზიდენტი მაშინ რეალს ჰქონდა ძალიან დიდი ვალი და ფინანსურად ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰქონდათ. მაგიტომაც ითვლებოდა რომ შანსი არის ფიგუ არა აი შანსი არის როგორ უნდა იყიდათ ამათ ფიგუ ვერავის ვერ იყიდნენ ვაფშე ისეთი გარღვევა ჰქონდათ ფინანსებში. ეს რომ მოვიდა პრეზიდენტი რო გახდა ეგეთ შემთხვევა მახსოვს რომ მადრიდის მერიამ ამათგან იყიდა ბაზა რაღაც 300 მილიონი რო ქონდა ამას ვალი რაღაც 400 მილიონად თუ რაღაც ბაზა იყიდეს და უკან დაუბრუნეს იჯარით 100 წლით თუ რაღაც შეჩემა. იმიტომ რომ მადრიდის სიამაყე არის რეალი. ხო, ატლეტიკო ამ დროს იმეშვებოდა რა ქვია, ჭუჭუს წელავდა იქით თუ აი და საწყალი რავალე კაუნტ, ანუ მახსოვს ეგეთი რაღაც მოხდა. აი ეხა ნუ და არის რაღაცა ფაქტები ეხლა შევა კონკრეტული ვერ მოგიყვება, მაგრამ მახსოვს რომ იყო ბევრი ფაქტი, ოდესაც სახელმწიფო ესპანეთის ფრანკოს დამადობით მათ შორის თუ მეფის მანამდე, თუ რაც ვინც იყო ლიცენზია ყოფილიყო ერთ კონკრეტულ კლუბს ეხმარებოდა. მის ფავორიტი კლუბი იყო ასე ვთქვათ. და რაღაცებს თვალს ხუჭავდნენ, რაღაცებს ატარებდნენ, რაღაცას იმუშავებდნენ. ხო და რა რატომ უნდა მიყვარდეს ახლა ეგეთი გუნდი შეჩემა, რომელიც ეგეთი და მით უმეტეს სურო ეგეთი ამბები არ იყოს და არაფერში არ იყოს გასვრილი ის თუ როგორ მუშაობს ეგ კლუბი, ჩემთვის მაგდონეზის მიუღებელია რას საკეთებენ რა. არ მევასება რა, ახლა ამხელა გუნდი რო არის და მართლა შეჩემა ძილშო გონსალო გარსია გამოჩნდა ერთი კაცი რომელიც გაზარდეს რამდენი წლის განმავლობაში, არ მიყვარს რა ეგეთი გუნდი მე რა ვქნა ახლა. იმაზე არა მომართული ოღონ აბა ვიღაც სვავები შეჩემა, ვიღაცა მომოსალმე რაღაც ფეხბურთი ითამაშოს და წერილო მოყავთ. ეს მიდგომა ამართლებს უფრო ბრენდული ის არის რა. აბა რა გინდა ხა ის ბიზნესია თუ რაც არ მევასება. აკადემიაზე აქცენტის გაკეთება კი ბატონო, მაგრამ არ მოგიტანს შედეგს ან არა და ხა. ის მბაპე რო იცი რომ იყიდი მაგარია, უკვე პროდუქტია და იცი რომ მაგ გოლებს გაიტანს. რონალდოს რო იყიდი უეჭველი იცი რომ 9 გოლს გაიტანს რა. არა მევასება, გამიმწარეს ბავშვობაში შეჩემა. ბავშვობა გამიმწარეს ტიპებმა და არ მიყვარს რა. ჩემთვის ეგ ბოროტების ისა იმპერიაზე შემატკივარი სადაც აღმოცენდა მესი თავისით ხო ანუ უცებ აღმოცენდა რა არა ნუ ამუშავეს და აღმოცენეს ვერ იმუშავებ ჩემი კარგი მოვწონ არ არსებობს არანაირი ტრენერი არანაირი მეცნიერი ვინც მესის გამოგივა რა ვიგე მაგრამ რეალის ადგილას რო ყოფილიყო რეალი რო ყოფილიყო მის ადგილას რეალს ვაფშე არ ეყოლებოდა ეგრე იმიტომ არც კი იჩალიჩებდნენ ამასაც ამოიყვანეს მაინც ფიზიკურად არ რეალს არ შეეცდო რომ ეგეთი ტიპი გაეზარდა ხო მესის სტაილი ერთი დაიბადა და გაიზარდა ამ ბარსელონაში ეგეთი და ის რონალდოს რო არ ეყიდათ ვაფშე ტრაქში კარ გამოისწვევდა ეს მესი რეალს შეჩემა არ არის ეგრე ხშენც არ არის რა ვიცი და რა არის ხა ეგრე რას ლაპარაკობ რეალს რომ მაგდენი ფული არ ეხარდა შეჩემა და ისინი არ ჩაიყვანა რა ქვია ვარსკვლავები ის ბარსელონა რავი შეჩემა ისეთ უზამდა ვარსკვლავებიანს რა უქნა შეჩემა 5-0 და რატო გონია რომ უარსკვლავოს ესეთ უარსკვლავოს უფრო ნაკლებად დაჩაგრავდა თავისუფლად შეიძლება ეგ მომხდარიყო ფეხბურთი ხო არ არის ხა ის რომ მე სახელი მოვიყვანე და გინდა თუ არა უცებ მოიგებს ტიტულებს ნუ გაცილებით უფრო сейფ გზა არის ვიდრე ვიდან რა ქვია არ არის ხა ეგრე რავი არ ამგონია რომ ფლად ეგრე იყო საქმე რა გააჩნია რა მე თან მაგ ფეხბურთელების ღირო და ბექემებმა და ვიღაცებმა ეგ ფული და კრიზის სისტემა დაასრულეს ანუ თუნდაც მაგდენმა ვარსკვლავმა და ესე ბრენდის შენებამ და რომ ფეხბურთი ხო მარტო ის არ არის რა გავზარდე მოდი ვითამაშოთ და სხვა 20-იან ზან არა ბიჭო იმდენი რაღაცა მოიგო კიდევ ერთხელ გეუბნები პერესი ხო და ბოროტება არ არის ახლა რასაც პერესი რეალისტვის არის ბოროტება იყო ფრანკო რას საკეთებდა რასაც აი თუნდაც აი რაღაცა მუნიციპალიტეტი რო ეხმარება რეალს და სხვა გუნდები რო კიდე აი ეგ უკვე სპორტული პრინციპების დარღვევა არის მაგრამ ხა პერესი რას საკეთებდა ბექემი იყიდა რომ მე მაინსტურებდა ჩინეთში ტურნეში წაიყვანა დღეებში ეგ მოხდა თქოს შემო კიდევ ერთხელ შეიძლება არასდროს მახსოვს მე მაგრამ მახსოვს რომ ეგეთი რაღაც ამბავი იყო ის მახსოვს რომ რეალს ვალები ქონდა
ეს რომ მოვიდა შეჩემა და უცებ აღარ მოხვედრ ვერ ამოდიხარ კატალონიის იმან რა ქვია ბარსელონას მუნიციპალიტეტმა ვიღაცამ ხო შეიძლება რომ იყიდოს თქვენგანაც ბაზა მაგრამ კიდი ხართ ეგ არის თქვენი ბარსელონა და ეგ არის თქვენი სეპარატისტები რო ხართ აბა მადრიდმა შეიწუხოს თავი თქვენ გამოყოფა მაგაზე ხო და რეალის თვის პერესი არის აი რომ მოკვდება ეგ კაცი 4 ძეგლი უნდა დაუდგან რა ყველგან აი 4-ვე მხარეს შესასვლელთან აი ჩtildeოეთ სამხრეთ დასავლეთ აღმოსავლეთ შესასვლელთან ბერნაბეუსი არა ბერნაბეუსს უნდა გადარქმონ სახელი რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ფლორენტინო პერესის სახელობის სტადიონი უნდა გახდეს ავტომატურად რა ბერნაბეუსში შეჩემა და 4 ძეგლი უნდა დადგან 4-ვე იმაზე რა ქვია შესასვლელთან ამ კაცის იმიტომ რომ ნუ ეს კაცი რო არა მართლა რა ვიცი მე რეალი რა დღეში იქნებოდა 21 საუკუნეში მაგრამ ვიღაცა იტყვიან რომ რუსეთში პუტინსაც იგივე ეკუთვნის ვიღაცები მაგასაც გეტყვიან არის ხალხი რომელიც მაგას გეტყვის დამიჯერე. ნაღდათ არის ხალხი რომელიც მაგას გეტყვის რომ პუტინი რუსეთისთვის და მართლებს არის რუსეთისთვის როგორც ქვეყნისთვის ეს ხალხისთვის კი არა საწყალი ხალხისთვის ვიღაცები რომ შივრები არიან. ან დედა რო აქვს ნატირება არა. იმელა ქვეყნისთვის შეიძლება კაკსაც აკეთებს შეიძლება არ ვიცი ზუსტად მაგრამ დრო გამოვაჩენს მაგას. მაგრამ პერესიც იგივეს ეგ არ ნიშნავს იმას რომ მაგალითად ფინელს ვიღაცას არ კონდეს უფლება რომ თქვას ერთი ამის დედას მოტყანო პუტინზე. ისევ როგორც რა ქვია აქეთ ბარსელონას თუ იმის რა ქვია რეალ ბეტისის გულშემატკივარს არ შეეძლოს და არ უნდა კონდეს ის რა ქვია მიზეზი რომ გააკრიტიკოს ფლორენტინო პერეს იჯარით არ მიუცია სხვა მიწა მისცა ანუ ვაფშე მოვატყუა თუ არა ეხა ეს ბოდავს მე ამას რეალის ზიზღი რო ჩაერთვება ხოლმე რაღაცა შიგნით აქ ბალავს ხოლმე და რომ ამოხეთხავს მე არის ხოლმე დაძდევნა რეალის გულშემატკივრები ნუ ეხა ის 11-ით ერთები და რაღაცები რაც არის ნუ რავი ბევრი რაღაცა წამიკითხავს და მართლა ავტომატებით ადგებოდნენ ტიპებს რომ თამაში წაეგოთა და რავი არ ვიცი ბარსელონას გულში მაგიტომაც არის საინტერესო საფეხბურთო დაპირისპირება რომ პოლიტიკური და არა მარტო ელფერი და ასე მე ძალიან ლოგიკურია ის რომ ბარსელონას გულშემატკივრის გადმოსახედიდან რეალი ბოროტებას წარმოადგენს ძალიან ლოგიკურია რა. ისე როგორც რეალის გულშემატკივრებისგან გამიგია იგივე ბარსელონაზე. რა ესენი არიან. ბოროტება. ანუ გამიგია რომ სააჯები მოსყიდული ყავთ ისა ნეგრეირა. 5 თულს რომ მოუგებდა. არა, მაგიტო არა. მაგიტო არა, შედეგების გამო არა, ანუ უფრო იმის გამო რა. უფრო ცუდი ფაქტების გამო რაც ხდებოდა იგივე კლასიკოებში რა, რაც შენ ახსენეთ თუნდაც რა, გაფორმებები და სიმულაციები და ეგეთი რაღაცები და მსაჯების დახმარებები, ოვრებო და რაღაც. რატო, ნახე თქვენ ხართ ბარსელონა. ხო, ბარსელონა. ეს ბარსელონა. არა, თქვენი სტილი რეალი. არა, ვაფშე სხვა რაღაც თქვენ. ვაფშე არ მithქვამს ეგრე. თქვენ ხართ ბარსელონა. ეს სტილი გავიგე რომ უფრო ნაზი სტილი გაქვთ რა დაფოფინებთ აქეთ-იქით და პასი გავეხსენით როგორც და მორტყმაზე იქ უნდა წამოწვეს ვიღაცა და ფეხები უნდა აფშიკოს მაგრამ პირიქით ბიჭო ნახე ზიზღი არ ჩანს თქვენ თამაში პირი ნახე ზიზღის დროს ბოროტებას როცა ებრძვი ხმლით უნდა ებრძო თქვენ პატარა ფარუკა გიჭირავთ და ხპატარა შეხებაზე წამოკოტრელდები ჩვენ სიყვარულით ებრძვით აუ რა სიყვარულით ებრძვით შეჩემა კაი რავი შეჩემა ტრაქში ყავთ გამოსული ესენი რეალი და ფაქტია რომ მუშაობს არც საკეთებენ ის და როგორ დღეს არ უნდა იყოს ბარსელონა როგორ დღეს არ უნდა იყოს აი როგორ დღეს არ უნდა იყოს სტატისტიკა ხო არის უგებენ ამ რეალს შეჩემა ბოლოს სტატისტიკა არ იქაჩება მაინც ისა რეალია წინ იმიტომ ძალიან წინ იყო რაღაც პერიოდი და მაგიტო ფრანგოს პერიოდში ძალიან ხშირად მოდის ახლოს და აი 800 ხა გადაგასწრებთ ფაქტია დინამიკა ისეთია რომ სადაცაა გადაგასწრებთ რა დარჩა ამდენი დარჩა მაგრამ გაატრაკეს საქმე შეჩემა ეგ თამაში რო ახლოვდება წინა თამაში არის ხო ეგ მაგის შანსი ხო აა დაობს შეჩემა რაღაც ეგრე მახსოვს რო აი ხა ვასტრებს რეალს თუ მოუგეთ და ეგრე რეალი ეგრე არის იმას არგენტინა ბრაზილიაზე შეჩემა არ დამთავრდა შვილებო 20 წელიან ბრაზილიას არ მოუგია არგენტინის მემოი და არ დამთავრდა რომ ბარსელონა ბრაზილიას ვერ გავასწარით იქაც ურთიერთშეხვედრებში ესაც არ მთავრდება არასდროს რა ხდა რა შოტია აბა 80 მოგება რეალს არა მეც ეს რა არის ხო 76 ბარსას შეჩემა ლა ლიგაში ხო აი ის 4 თამაში კიდე რა უბედურება ხო და ის იყო უბედურება უფრო ახლოსაც იყავით ეგრე კი მაგრამ ეს არის ლა ლიგაში და ყველა ტურნირზე ოფიციალურ პატჩებში ხო ბარსელონა უსწრებს არა ერთია სხვაობა ხო აი ალბათ ეგ იყო რომ გავთანავდა არაოფიციალურებში იმენა ტრაქში ყავთ ამოსული მართლა 106 მოგება აქ რეალს და 105 ბარსელონას ყველა ტურნირზე ანუ შემდეგ კლასიკოს თუ მოიგებს ბარსა ლა ლიგაში ჯერ ვერა 3 თამაში დარჩა მაგრამ ურთიერთშეხვედრებში
ოფიციალურ მატჩებში გაუთანაბრდება. შემდეგ კლასიკო არის კამპ ნოუზე. ხო. ტვინი მოდონეს სიცემ, მაგრამ ეს კამპ ნოუზე სუპერთასი, ის კოპა დელ რეი, მე ყველაზე გადაობა რა არის? ყველაზე გადაობა რა არის? რომ მიხვდები რომ ვის აქვს უფრო მეჯერ დიდი ანგარიშით მოგებული. მიხვდები იმისა რომ ლა ლიგაში რეალს 14 მატჩი აქვს მოგებული. ბურთების სხვაობა არის 309-310-ზე. ფაშას მეტია გატანილი. ეს ბოლოსლების აშკარად ბოლოსლების შედეგებიდან გამომდინარე. ის რა? დატო, ჩვენ ჯგუფში ორშაბათობის ჯგუფი გვაქვს Facebook-ზე, გუშინ იყო განხილვა და მე შევედი მაგ პოლემიკაში ხა. სხვაშორის ჩემზე ხა ისეთი კომენტარები დაწერეს ვიღაცებმა რა ყალეობებს გველაპარაკებიო თუ რა სჭიროებს წეროთ რა ხს, მაგრამ რა პოლემიკა? სხვა დროს მეგობრებო გამოგიხტებოდით აუცილებლად ტაიკვანდოს ილეთებით, დაბლოკებით და მაგრამ მაგარი მკიდია ხა ეგეთ რაღაცებს არ ვღიზიანდები საერთოდ, იმიტომ რომ მივხვდი რომ ცხოვრებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები არსებობს, ვიდრე ვიღაცა ყალეს რომ ეძახის, ანუ აი მაგრამ მე კიდე გუშინ ვერ ვწობოდი პირიქით მაგაზე და რა ამბობ. რაღაც დაუწერე რომ სეტან ანუ ბიჭო გინებით ეწერა რა ეს რომ ეს გაბრაზებული მაყურებლების არაერთი სუპერთასი არ იყო არსად. ხო. სად უყურე შენ? ინტერნეტში. ხო. რა ქვია საიტს გასა? ამავე სახელი. ლაიბოლზე. ხო და მეც მანდ უყურე მე მგონი ხო. ხო და მან ხო ნუ რა ვქნათ ეხა ნუ პირატულად სამაგრად მე ყველაფერს დადებითად შეხედო რა პირატულად რო ქონდა საშუალება რო გვეყურებინა ეგეც კარგია იმიტომ რომ ფილმებს არასდროს არ ქონია არავის პრობლემა პირატულად ყურების ფილმების ხო პირიქით რუსები კაი ხალხია პირიქით ფუ ის რო გაიმასქნა რა ქვია გადასახადი რო შემოვიდა მაგაზე გავჭედეთ ფეხბურთიც ეგრე იყო ბიჭო არა შენ სწორი ნათქვამი გაქვს მაგ ფილმებთან დაკავშირებით რომ ზოგადად ცუდია პირატული და მოპარვა და ცუდია მაგრამ როდესაც გართმევენ მაგას და აქეთ არ გაძლევენ იმასაც რომ საშუალებას პული გადაიხაო და ისე უყურო მაინც მაშინ იგივე პონტი არ იყო ეხლა ისე როგორც კომპიუტერულ თამაშებში ფულს იხდი სიუჩი ცეტანტაში მაგრამ თან ფეხბურთი არ არის და კომპიუტერულ თამაშებში რო გინდოდეს ყიდვა FIFA 15-ის მე PlayStation-ში ვერ იყიდი ამიტომ უნდა ადგენდა რუტრაკერი თუ ტრაკერი და რაღაცები გადმოწერო და იქიდან გატეხო და რეპაკი ჩაიწერო და ასე შემდეგ